სალამი მეგობრებო, მე ვარ როანომძელური და ეს არის ჩემი ლამაზმანი, რომელიც მომზადებულია აღმართის დაძლევის აბსოლუტ კლასისთვის, სადაც არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, შეგიძლია გააკეთო ნებისმიერი მოდიფიკაცია, სადამდე შენი ფანტაზია და ფინანსები გაგწვდება. ჩვენ გავაკეთეთ ყველასთვის საყვარელი old school 36, რომელიც არის მსუბუქი, კარგად მანევრირებადი და მეორე მხრივ დავამატეთ შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უფრო ეფექტურია ვიდრე ძველი. და შედეგად მივიღეთ აი ეს მონსტრი, რომელზეც ამ ვიდეოში მოგიყვებით. შარშან ამ მანქანაში იდო ატმოსფერული 3.0 EM52 ძრავი, რომელიც ჰქონდა გაკეთებული. დაახლოებით 320 ცხენის ძალის ფარგლებში ჰქონდა. მაგით გამოვდიოდი 3.0 კლასში. E-კლასი მოვიგე, თუმცა აბსოლუტ კლასთან ჩამორჩენა იყო 5-10 წამის ფარგლებში. იმისათვის რომ აბსოლუტის მომგები მანქანა გავაკეთებინა, ჩვენი აზრით საჭირო იყო 500-600 ცხენის ძალის ფარგლებში. თავისივე ატმოსფერული ძრავიდან ამ სიმძლავრის ამოღება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ძრავი ამოგვეღო და ჩაგვედა უკვე ახალი ძრავი, რომელიც იქნებოდა უკვე ტურბინიანი. ბევრი ვიფიქრეთ ძრავის შერჩევაზე, განვიხილეთ სხვადასხვა სვაპები, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ შევარჩიეთ BMW-ს old school ძრავებიდან, ეს იყო M50 და M54. M50 შედარებით უფრო პოპულარული გადაწყვეტილებაა. ხშირად იყენებენ დრიფტში, მათ შორის საქართველოშიც. ძველი ვირი ძრავია და ბევრი ცხენის ძალის ამოღებაც შეიძლება კარგად გაკეთების შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ M54, იმიტომ რომ შედარებით უფრო ახალია, ორვანუსიანია და რაც ყველაზე მთავარია, არის 27 კილოგრამით უფრო მსუბუქი ვიდრე M50. განსაკუთრებით ისეთ სახეობაში, როგორც არის აღმართის დაძლევა, მანევრირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეს წონა, როდესაც მოთავსებული არის მანქანის ცხვირში, მანევრირებაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას. და ასევე წონის ბალანსზე მანქანის ცხვირსა და უკანა მხარეს შორის. საინტერესოა ისე თქვენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავით, რომელ ძრავს შეარჩევდით და რატომ დაგვიწერეთ ეგ უკვე კომენტარებში. ჩვენც გქონდა სხვადასხვა სვაპის ვარიანტები, მაგალითად LS3 იყო ვარიანტად, ასევე N54, ასევე განვიხილეთ B58-ის ვარიანტი. ეგ ძალიან მინდოდა რომ გავუკეთებინა, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი იყო ამასთან დაკავშირებით და ბოლოს ისევ ნაცნობ ვარიანტზე წავედით და გავაკეთეთ არჩევანი აი ამ ძრავზე. ამ ძრავის აწყობა დავიწყეთ სრულიად ნოლიდან და შევცვალეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება და ყოფილიყო სუსტი წერტილი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიყენებინა ავტომარკეტ ნაწილები, რომელიც უფრო მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, უფრო მაღალ დატვირთვებზე და მაღალ ბრუნებზე შეგიძლია ამუშაო. ასევე ბლოკში შევცვალეთ და დავაყენეთ ეგრეთ წოდებული კოვანი ნაწილები, პორშინები, შატუნები, ასევე შპილკები შევცვალეთ. მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ, რაც თავის შიგნეულობას შეეხება. და საბოლოო ჯამში მივიღეთ აი ეს ძრავი, რომელიც თეორიულად, სტაბილურად უნდა დაიჭიროს 700 ცხენის ძალის ფარგლებში, რაც ჩვენთვის სრულიად საკმარისი იყო. ასევე ბევრი ვიფიქრეთ ტურბინის შერჩევაზე, იმიტომ რომ სწორი ტურბინის შერჩევა ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ რომ მაგალითად დიდი ტურბინა უფრო ტლანქია, უფრო ზედაბრუნებზე გადის ბუსტზე, პატარა კიდე პირიქით. ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა შევარჩიეთ დიდი ტურბინა. დავაყენეთ მოკლედ პრესიჟენის ტურბო, რომელსაც შეუძლია 900 ცხენის ძალაზე მეტის გამომუშავება, შედარებით დიდია ზომაში, მაგრამ ჩვენი ძრავის და კარობკის კონფიგურაციას ძალიან კარგად დააჯდა და იდეალურად მომყვება ყველგან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი აღმართის დაძლევა ტარდება სწრაფი და ასევე ტექნიკური მონაკვეთები.
თანამედროვე სპორტული მანქანების უმეტესობა გამოდის უკვე ეგრეთ წოდებული water-to-air intercooler-ით, ანუ ინტერკულერი, რომელიც აგრილებს ჰაერს და ეს არის წყლის სისტემაზე. ჩვენ შემთხვევაში ამ ძრავისთვის ესეთი რაღაცა ქარხნულად არ გამოდის, არც ავტომარკეტ ნაწილები არ მოიპოვება დიდად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა მანქანის ნაწილებისგან გავუკეთებინა ესე და მოგვერგო კონკრეტულად ამ ძრავისთვის. და ასევე შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე მანძილი ყოფილიყო ტურბინიდან ჰაერის შემსვლელამდე, რომ ტურბინისთვის შეგვეწყო ხელი მაქსიმალურად უფრო ადრე გასულიყო წნევაზე. გაგრილებასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ შემთხვევაში, ამიტომ დავაყენეთ რეისინგ რადიატორი, რომელიც წყლის რადიატორი, რომელიც უფრო დიდი ზომის არის ვიდრე ჩვეულებრივი, ასევე გვაქვს ზეთის გაგრილების რადიატორი, რომელიც ძრავის ზეთს აგრილებს. გვიყენია ასევე კარობკის ზეთის გაგრილება და საერთო ჯამში აღმართის დაძლევაზე სრულიად საკმარისია ეს სისტემები, რაც გვიყენია. მთლიანად შევცვალეთ ასევე ბენზინის სისტემა, დაწყებული საწვავის ტუმბოდან, შლანგებით, რეგულატორებით, ინჟექტორებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ და დავაყენეთ ავტომარკეტ ნაწილები, რომელიც უფრო მაღალი წარმოადობის არის ვიდრე ქარხნული. და ასევე მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ჩაგვესხას სპირტიანი საწვავი. ჩვენი ძრავი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავასხათ E50 საწვავი, ანუ ეს არის 50% ბენზინი, 50% სპირტი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ხმარობთ მხოლოდ ბენზინს. როგორც იცით, წელს ჩვენი პარტნიორი გახდა პორტალი. და რა თქმა უნდა, ეს მანქანაც დანასტროიკებული არის პორტალის სუპერზე და 0.7 ბარზე გვაძლევს 500 ცხენის ძალას, რაც მე მგონი ძალიან კარგი შედეგია და განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაც გვაქვს. ალბათ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპორტულ მანქანაში დავაყენებდი ავტომატიკა გადაცემათა კოლოფს. მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ავტომატიკები გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტურია ვიდრე ძველი მექანიკა. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა BMW-ს 8 HP კოლოფი, რომელიც პატარა გადაკეთებებით პირდაპირ მოერგო ამ ძრავს და გაიმართა ძალიან კარგად. დიდია? ეს კარობკა მიერთებული არის ტურბოლამიკის კომპიუტერთან, საიდანაც შეგიძლია ნებისმიერი ნასტროიკის ჩაწერა, შეგიძლია დაანასტროიკოს სიჩქარეების გადართვების სიჩქარე, ასევე აჩქარებისას მაგალითად შეგიძლია პირველიდან მეორე სიჩქარეში გადართვა უფრო გაწელილი იყოს, რომ არ დააბუქსაოს, შემდეგ სიჩქარეებში უფრო სწრაფად გადართოს და ასე შემდეგ. კონკრეტ ყველაფრის ნასტროიკის საშუალებას გაძლევს ეს კომპიუტერი და მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეყენებინა. ასევე შეგიძლია დააყენოთ ცეპლენია. ჩვენ შემთხვევაში ამას არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ნაკლებ პრიორიტეტული იყო აღმართის დაძლევის გზებზე ისეთი სწრაფი მონაკვეთები არის, რომ ცეპლენია არ გვჭირდება. საჭიდან პირდაპირ შიფტერებით ვრთავს სიჩქარეებს. ძრავის კომპიუტერი აყენია EcoMaster Black-ი, რომელიც მერე დაკავშირებული არის Bluetooth მოდულატორთან, საიდანაც ვაკეთებთ ლოგირებას, ანუ კონკრეტულ გარბენზე მაგალითად როგორ მუშაობდა ძრავი და ამ ყველაფრის შემდეგ მერე ანალიზი შეგვიძლია და შესაბამისად რაღაცა კორექტირებების შეტანა თუ დაჭირდა. ეს Bluetooth მოდულატორი უკვე დაკავშირებული არის ამ ეკრანთან და ძრავის სხვადასხვა სენსორებიდან მოდის ინფორმაცია, მაგალითად ზეთის ტემპერატურა, ზეთის წნევა, ასევე შეგიძლია დააყენოს სხვადასხვა, მაგალითად სპირტის კონცენტრაცია შეგიძლია დაინახო, საწვავის ტემპერატურა, სიჩქარეები და ასე შემდეგ. ეს არის კარობკის პატარა ეკრანი, სადაც ზეთის ტემპერატურას გვაჩვენებს, სიჩქარეებს გვაჩვენებს ასევე. ეს კიდე ახლახანს დავაყენე, აჩვენებს სიჩქარეს. შემდეგი onboard-ისთვის ესაც მზად იქნება და onboard-ში გამოჩნდება რეალურად რა სიჩქარით მოძრაობ. მინდოდა რომ რეალურად ფუნქციური აეროდინამიკა გავეკეთებინა, რომელსაც კარგი downforce-ი ექნებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ სიმძლავრის და სიჩქარის მატებასთან ერთად მოჭიდების პრობლემას აუცილებლად შეიქმნებოდა. ამიტომ კარგი downforce-ი მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა ჩვენ შემთხვევაში. Formula 1-ის downforce-ის 60%
მოდის არა მის ფრთაზე, არამედ ძირზე. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც ამ მიმართულებით წავსულიყავით და გავაკეთეთ ასეთი რაღაც. კრილოდან გამოვიყვანეთ გამონაბოლქვის სისტემა. ამან იმის საშუალება მოგცა, რომ დაბლიდან გამოგვითავისუფლდა ადგილი და გავაკეთეთ მთლიანად სწორი ძირი, ცხვირიდან დაწყებული ბოლომდე. ამის მუღამი ის არის, რომ სწრაფად მოძრავი ჰაერი ქმნის დაბალ წნევას, ზემოდან იქმნება მაღალი წნევა და საერთო ჯამში ასე გამოდის downforce. წინიდან გვიყენია GT ტუჩი, რომელიც ამ ძირთან არის პირდაპირ დაკავშირებული და საკმაოდ მყარად არის დაფიქსირებული და ესეც გარკვეულწილ downforce გვიქმნის. შემდეგ ბოლოში უკვე გამოდის დიფუზორით, რომელიც გამომავალი ჰაერის ტურბულენტური ნაკადის დალაგებას იწევს და შესაბამისად უფრო ჩქარა გადის ჰაერი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გატესტვა საქართველოში შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ქარის ტუნელი არ გვაქვს და ციფრებში ვერ ვიტყვით, რომ აი ამას ამდენი downforce შექმნა შეუძლია, მაგრამ რაზეც შემიძლია ამის თქვა, ეს არის ფრთა. ეს არის WingLogic-ის ფრთა, რომელიც გატესტილი არის ქარის ტუნელში და ზუსტად ვიცით კონკრეტულად რა სიჩქარეზე და რა დახრის კუთხეზე რა downforce გვაძლევს. ეს ფრთა ჩამოვიდა სრულიად დაშლილ მდგომარეობაში და ჩვენი მანქანის კონფიგურაციის მიხედვით ავაწყეთ. მაგალითად, უკანა მხარეს ეს ფეხები დავამაგრეთ პირდაპირ კორპუსზე, რომ მაქსიმალურად მყარად ყოფილიყო. ავაყენეთ ასევე ღვთის რეგულირება, საიდანაც შეტევის კუთხეს ვცვლით. გვაქვს სამი პოზიცია, მაგალითად, ეს არის 0 გრადუსზე, 5 გრადუსზე და 10 გრადუსზე გვიყენია. 10 გრადუსზე რა თქმა უნდა მაქსიმალურ downforce გვაძლევს. ეს შეტევის კუთხეები ასევე ცვლის მანქანის დრაგს, ანუ რაც უფრო მაღალ კუთხეზე გიყენია, შესაბამისად უფრო მეტი წინაღობა აქვს და სწორ მონაკვეთის აჩქარებაში გიშლის ხელს. ამიტომ რეგულირება ძალიან კარგი რამ არის ამ შემთხვევაში, რომ ყველაფერი ჩვენი სრულმისამებრ დავაბალანსოთ. მანქანის წონასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მანევრში, აჩქარებაში, მუხრუჩში და ამ შემდეგ. მოკლედ, წონა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტუნინგი არის სპორტული მანქანისთვის. ამიტომ გავაკეთეთ საბარგული ფაიბერის, დავაყენეთ ასევე ფაიბერის კარებები, დავაყენეთ ფაიბერის კაპოტი, ასევე ფარები და მივიღეთ 1190 კილოგრამი. წონის ბალანსიც ძალიან კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ 50-50 არის ახლა გადანაწილება. ამ მომენტისთვის 0.7 ბარზე გვაქვს 500 ცხენის ძალა და განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაც არის. ამ თემაში და ამ პროექტში მუღამი სწორედ ეგ არის, რომ განვითარების საშუალება გქონდეს და შეჯიბრიდან შეჯიბრამდე სულ ვითარდები და სულ რაღაცას აკეთებ. ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ასეა. მაგალითად, შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი ბარი ბუსტი, შეგვიძლია ჩავასხათ სპირტიანი საწვავი. ეს ყველაფერი სიმძლავრის გაზრდას გამოიწვევს და დანარჩენი დეტალების გაუმჯობესებაც დაჭირდება. შესაბამისად, დაგჭირდება მე უკეთესი მუხრუჭი, უკეთესი მოჭიდება და ასე შემდეგ. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ამ პროექტის განვითარება, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ასევე შეგიძლიათ გავამყვეთ სხვა სოციალურ ქსელებზე, ეკრანზე იქნება მითითებული ჩემი username-ი და მოკლედ შევხვდებით მომავალ ვიდეოში.